სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში მნიშვნელოვანი სიახლეებით დატვირთული 2017 წელი მიიწურა. უნივერსიტეტში საახალწლო შეხვედრა გაიმართა, რომელიც უმაღლესი სასწავლებლის 85 წლის იუბილესა და სასწავლებლის საქმიანობის ბოლო საანგარიშო პერიოდს მიეძღვნა. ღონისძიება საქართველოს ეროვნული ჰიმნით გაიხსნა და შეკრებილ საზოგადოებას სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი პროფესორი ზურაბ ხონელიძე მიესალმა. წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში დაღუპულ გმირთა ხსოვნას. რექტორმა უნივერსიტეტის 85 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით სოხუმის პედაგოგიური ინსტიტუტის დაარსებიდან დღემდე განვლილ პერიოდზე, დღევანდელობასა და სასწავლებლის სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. ღონისძიებას საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი აკადემიკოსი გიორგი კვესიტაძე, მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი აკადემიკოსი როინ მეტრეველი, ექვთიმე თაყაიშვილის საზოგადოების თავმჯდომარე აკადემიკოსი ნანა ხაზარაძე, ცნობილი ჟურნალისტი ნუგზარ რუხაძე და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა თამარ ბელქანიამ აუდიტორიის წინაშე 2017 წლის სექტემბრიდან დღემდე ჩატარებული მნიშვნელოვანი ღონისძიებების პრეზენტაცია წარმოადგინა. ისაუბრა მნიშვნელოვან კონტაქტებზე, პარტნიორებზე, უნივერსიტეტში დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენელთა ვიზიტებზე, რომელიც სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ზურაბ ხონელიძის ახალი ინიციატივის საუნივერსიტეტო დიპლომატიის ფარგლებში ჩატარდა. თამარ ბელქანიამ ხაზი გაუსვა საზოგადოებისთვის ცნობილი მეცნიერების მიერ უნივერსიტეტში ჩატარებული საჯარო ლექციებისა და სტუდენტთა საკლუბო ღონისძიებების მნიშვნელობას. პირველ რიგში ულოცა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის 85 წლის იუბილეს ნამდვილად სასალმებელი არის, ნამდვილად კარგი არის, რომ სიახლეები ინერგება, მით უმეტეს ბოლო 4 თვის განმავლობაში, როდესაც ჩვენ აგვიჩნიეთ ახალი რექტორი ბატონი ზურაბ ხონელიძე. აფხაზეთის თემატიკა ზოგადად აქტუალური გახდა ჩვენს უნივერსიტეტში. დღესდღეობით ეს სიახლეები დაგეგმილი და რაც ჩატარდა, ეს იმედს გვაძლევს, რომ აფხაზებთან ეს ურთიერთობა, მეგობრობა, რომელიც დარღვეული იყო, კვლავ აღდგება. კარგი ვითარება და კარგი განწყობით ვართ მოსული უნივერსიტეტში. პირველ რიგში ეს დამსახურებაა ჩვენი რექტორის ბატონი ზურაბ ხონელიძის ახალი რიტმი და ახალი სული შეიძინა ჩვენს უნივერსიტეტს. არ გავა დღე, არ ჩატარდეს ღონისძიებები. შემდგომშიც კარგი პროექტები აქვს რექტორს დაანონსებული. საახალწლოდ ვინატრებდა ღმერთმა ამ უნივერსიტეტს მისცეს საშუალება მისი რექტორის ბატონი ზურაბ ხონელიძის მეთაურობით, რომ თავისი ფუნქცია შეასრულოს ისე, რომ მთელი საქართველოს სიკეთისთვის დამთავრებული იყოს ამ ფუნქციის შესრულება. ეს რა არის? რომ ვიყოთ ერთიანი ისევ და არადა ამ უნივერსიტეტს აქვს პირდაპირი როლი იმაში, რომ ერთჩვენიერ დღეს საქართველოს ვიხილოთ მთლიანი და ვიხილოთ ისეთივე ბედნიერი, როგორიც მაშინ იყო, როცა ერთიანი იყო. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა მადლობა გადაუხადა მედიის წარმომადგენლებს, მათ შორის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საინფორმაციო უზრუნველყოფის ცენტრს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიმდინარე მოვლენების აქტიურად გაშუქებისთვის. ღონისძიებაზე ცნობილი ქართველი ისტორიკოსი და საზოგადო მოღვაწე აკადემიკოსი როინ მეტრეველი სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს დადგენილებით საპატიო დოქტორად აირჩიეს. ზურაბ ხონელიძემ ბატონ როინს ქართული მეცნიერებისა და უმაღლესი სკოლის განვითარებაში სასწავლო სამეცნიერო კვლევითი მუშაობისა და ახალგაზრდა კვალიფიციური სპეციალისტების მომზადებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის სიგელი გადასცა და საპატიო დოქტორის მანტიით შემოსა. გამომსვლელებმა ბატონი როინის სამეცნიერო და საზოგადოებრივ მოღვაწეობაზე მის პიროვნულ ღირსებებზე ისაუბრეს. ის რომ უნივერსიტეტი დღეს ფუნქციონირებს და თბილისში ფუნქციონირებს იმ სახით, რა სახითაც არის, ეს არის ძალიან დიდი დამსახურება ბატონი როინის. ეს არის მკვლევარი, მეცნიერი, მოღვაწე, ჩემთვის პირადად არ დაგიმალოთ, ეს არის სიმბოლო უნივერსიტეტის რექტორის. ძალიან მეიმედება მე ეს კაცი. ქვეყნისთვის მეიმედება, რისი გაკეთებაც ჩვენ შეგვეძლო და მე როგორც რექტორს ეს არის მისი არჩევა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორად. 13 წელიწადი ხელმძღვანელობდა ჯავახიშვილის უნივერსიტეტს, სახელმწიფო უნივერსიტეტს. ღირსეული კაცია და რასაკვირველია, მე დიდი სიამოვნებით ულოცავ ამას ბატონ როინს და ულოცავ უნივერსიტეტს. რაც შეეხება სოხუმის უნივერსიტეტის იუბილეს და იმ ცვლილებებს, რომლებიც აქ ხდება, რასაკვირველია, ეს მისასალმებელია. მისასალმებელია, იმიტომ რომ აფხაზეთის უნივერსიტეტი თავის სტატუსით მაინც განსხვავდება სხვა უნივერსიტეტებისაგან. სოხუმის უნივერსიტეტი ჩემთვის არის უძვირფასესი კერა მეცნიერებისა, განათლებისა. მთელი ისტორია სოხუმის უნივერსიტეტის თბილისში არსებობისა დაკავშირებულია ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტთან, რომლის რექტორის მე ვიყავი და
აი დღეს სწორედ რაღაც ჩვენი ურთიერთობის, ჩემი და ამ უნივერსიტეტის ურთიერთობის გამოძახილია, რომ მე საპატიო დოქტორად ამირჩიეს სოხუმის უნივერსიტეტში. ჩემთვის ეს არის ძალიან დიდი პატივი. მადლობა მინდა უთხრა რექტორს, ზურაბ ხონელიძეს. იმედი მაქვს, რომ ჩვენი კონტაქტები, ურთიერთობები კიდევ გაგრძელდება და ალბათ შევეცდებით, რომ ბევრი გავაკეთოთ აი ამ უნივერსიტეტისათვის. ხონიძეების დასასრულს რექტორმა სტუდენტებს საახალწლო საჩუქრები გადასცა.